საფხულში გაციება არის ძალიან შემაწუხებელი, რადგან ფსიქოლოგიურადაც ძნელია, რომ გარეთ ცხელა და შენ გაციების სიმპტომები გაქვს. არადა ხშირია. ამიტომ ვისაუბრებთ როგორ ვუმკურნალოთ და პირველ რიგში რა იწვევს. სცენარი არის ხოლმე ესეთი, რომ ცხელა შენ შეიძლება წახვედი დასასვენებლად, წყალთან ქონდა კონტაქტი მოკლედ და ცხელა გარეთ ზიხარ სახში კონდიციონერთან ან არ ზიხარ და გტკივდება ყელი, კაწვის შეგრძნება გაქვს თავიდან ყელის მიდამოში, მაგრამ უფრო ადრე რაღაცნაირი სუსტად ყოფნის შეგრძნება, ცუდად ყოფნის შეგრძნება. კონკრეტულად კი ვერაფერს ვერ იტყვი, რომ ან ეს მტკივა, ან ის მტკივა, მაგრამ რაღაც ვერ ხარ რა და მე და სისუსტე გაქვს და მე ყელის ტკივილი მოდის, მე მოდის სიცხეც, ან არ მოდის, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არის ხოლმე სიცხეც. სიცხე შეიძლება მაღალი არ იყოს, უბრალოდ 37 იყოს და შეიძლება ვერც გაიგოს ადამიანმა ისე გაიაროს ეს სიცხის ეტაპი. ამის მერე 2 დღეში ცხვირიდან ჩამონადენი იწყება, ცხვირში შეკრულობა, ზოგ ადამიანს ხველება, ბავშვებში, ხელებზე და ფეხებზე შეიძლება გამონაყარი გამოვიდეთ ბავშვებს და პირის ხრუში ასევე. აი ეს არის ენტეროვირუსი. ძალიან მაღალი ალბათობით ასეთ დროს არის ენტეროვირუსი. ენტეროვირუსი რას ნიშნავს, რომ ამბობთ ხოლმე ენტეროვირუსი, ან რას გულისხმობთ? ვირუსია ჩვეულებრივ, რომელიც იწვევს გაციების მსგავს სიმპტომებს. უბრალოდ ზაფხულში ცხელ ამინდში ადვილად მრავლდება და ამიტომ ზაფხულია მისი სუპერ პერიოდი ივნისიდან ოქტომბრამდე. მეორე მხარე ის არის, რომ ზაფხულში ხალხი დასვენებლად მოდის იქ მობილობა რომ მაღალია, კონტაქტი მაღალია, სხვა ადამიანები ერთმანეთს ეხებიან უფრო მეტად, ადვილად გადადის ეს ვირუსი. მესამე მიზეზი ის არის, რომ წყალი და უმეტესად დასვენებლად სად მივდივართ, ან ზღვაზე, ან წყალთან, ან ტბაზე, ან მდინარეში და ესე. და წყალში ეს ვირუსი ცხოვრობს 2 კვირა. ანუ საკმარისია რომ ერთმა ისეთმა ადამიანმა იბანაოს, ვინც გაციებულია და 2 კვირა შეიძლება წყალში გაძლოს მაგ ვირუსმა და ადამიანს გადაედოს. მესამე დიდი პრობლემა არის, ქართული განსაკუთრებით და არ ვიცი, ეს პრობლემა მოსაგვარებელია ძალიან დიდად, რომ ეს ყველა ბათუმელი ამბობს ამას, რომ ბათუმის კანალიზაცია ჩადის ზღვაში და ეს ვირუსი, ენტეროვირუსი განავლით ვრცელდება ყველაზე ადვილად. ანუ ხველებითაც ვრცელდება და ესე, მაგრამ განავლით ვრცელდება ყველაზე ადვილად და ზღვაში რო ჩადის ეს კანალიზაცია, ზღვა არის ძალიან დაბინძურებული. მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ზოგადად ბევრი ვირუსების მოკლა შეუძლია, ძალიან დაბინძურებულია ეს ზღვა მაინც. ანუ იმდან მაღალი დოზით აქვს ეს დაბინძურება, რომ და ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი, რომ ანუ ესე იგი ადამიანები ზღვაზე ჩადიან ზოგი 2-3 დღით და მერე 2 კვირა არიან ცუდად. ხო და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა რეალურად. ხო. როგორც წესი, როცა ადამიანს ეს ზაფხულში ესეთი სიმპტომები დაემართება, არ ჭირდება ხოლმე რაღაც განსაკუთრებული ტესტები, უმეტესად თუ მსუბუქად მიმდინარეობს ან საშუალოდ მიმდინარეობს, უმეტესად ვიცით, რომ ეს არის ენტეროვირუსი. აუცილებელია თუ არა რამე ლაბორატორიული ტესტები, თუ ადამიანი ცუდად არის ძალიან და მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები აქვს, ან თვითონ ძალიან ცუდად გრძნობს თავს, კი PCR ტესტინგით შესაძლებელია დიაგნოზის დაზუსტება, თუმცა იშვიათად ხდება ხოლმე აუცილებელი. ბავშვებში უფრო შედარებით მძიმედ მიმდინარეობს, დიდებს უვითარდებათ კი იმუნიტეტი, რომ ამბობენ ხოლმე რომ იმუნიტეტი არ ვითარდება, რატომ ემართება, კი რაღაცნაირად ვითარდება იმუნიტეტი, მაგრამ სხვადასხვა სეროტიპები არსებობს ამ ვირუსის და შეიძლება რომ ბევრი სეროტიპის მიმართ გქონდეს იმუნიტეტი, ამიტომ რომ ზრდასრულებს ყველას არ ემართება ხოლმე. თუმცა ხშირია რომ ოჯახში ერთს რო დაემართება, მერე მოილის მთელ ოჯახს და ყველას ემართება ხოლმე. განსაკუთრებით ხშირია ეს ენტეროვირუსი ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები იკრიბებიან ხოლმე, ბევრი ახლოს ერთად ცხოვრობენ ზაფხულის ბანაკებში, მაგალითად სპორტულ ჯგუფებში, ან თავშესაფრები რო არის ტოლვილთა თავშესაფრები და არა მარტო ახლა რო შეხედოთ საქართველოში რა მდგომარეობა პლაჟებზე, ხო, ისეთ სიახლოვეა, რომ ეს არ ჩავარდება ხოლმე ეს ნემსი და მანდაც რა თქმა უნდა
ისევ რა თქმა უნდა დაფინანსებული წყალი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რომელიც ვინც პასუხისმგებელია ძალიან კაი იქნება, რომ ამ სფეროზე ვინც პასუხისმგებელია, რომ ყურად იყოს და გასუფთავება წყლების, სადაც შესაძლებელია რომ გასუფთავდეს, უნდა გასუფთავდეს. იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი პრობლემაა ეს. ხო. ახლა ვთქვათ მკურნალობაზე. მკურნალობა არის ყველაზე მთავარი კომპონენტი აქ. ნუ მკურნალობამდე ვთქვათ დაავადების კურსი როგორია. თავიდან იწყება ან ცხელებით, ან თავის ტკივილით, ან ყელის ტკივილით. ნუ ძირითადად ესე უფრო ყელის ტკივილით იწყება ხოლმე და ნუ თავის პარალელურად ტკივა ადამიანს და სიცხეც აქვს. მერე 2 დღის ფარგლებში აი ცხვირიდან ჩამონადენი და ეს ცხვირიდან ჩამონადენი ძალიან შემაწუხებელია და ესე. და მერე ნელა გადის 10 დღის ფარგლებში მოკლედ სიმპტომები გადის. შეიძლება რომ ერთხანს გაგრძელდეს, შეიძლება რომ 20 დღე გაგრძელდეს, შეიძლება არის სეროტიპები ამ ენტეროვირუსების, რომელიც სიმპტომები ბევრად დიდხანს გრძელდება. დაღლილობა შეიძლება რომ დიდხანს გაგრძელდეს, კი ხშირია რომ შეიძლება გამოკეთდე, მაგრამ მაინც აი ძალიან დაღლილი ხარ, ისეთ დაღლილი ხარ რომ ეგრე არ ხარ ხოლმე ზოგადად. ეხლა რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ყველაზე ეფექტურად უმკურნალოთ ამ დროს ყელის ტკივილისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ნუ თან სიცხეც თუ აქ ადამიანს საერთოდ და ან თავის ტკივილით იბუპროფენი 200-დან 400 მილიგრამამდე 8 საათიანი შუალედით. ნუ დღეში 3-ზე მეტის მიღება არ არის რეკომენდირებული. ან ნაპროქსენით შეიძლება. ნაპროქსენი უფრო იშვიათად მიიღება, იმიტომ რომ ხანგრძლივი მოქმედება აქვს. ან პარაცეტამოლი. პარაცეტამოლი კიდევ უფრო უსაფრთხოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭი აწუხებს. 500 მილიგრამი ყოველ 6 საათში ერთხელ მიიღება ხოლმე პარაცეტამოლი. პარაცეტამოლი არის უფრო სუსტი ვიდრე იბუპროფენი, უფრო სუსტი ვიდრე ნაპროქსენი, მაგრამ უფრო უსაფრთხო ვიდრე დანარჩენი 2. ადგილობრივი ანესთეტიკი სპრეები როცა აი ყელის სპრეები როა ბენეტი ორონორმი და ეგენი ეგენი დაფუძნებულია ძირითადად ანესთეტიკზე, ძირითადი მოქმედი ნივთიერება ეგ არის ხოლმე და კიდე რაღაცეები შედის შიგნით, რომელიც ასევე ეფექტურია. ეს ანესთეტიკები ბენზოკაინი, ლიდოკაინი, ბენზინდამინი და ეს სხვა ნაერებია, რომელიც ბლოკავს ნატრიუმის არხებს და ტკივილის გადაცემას ნერვებიდან აჩერებს, ბლოკავს. ამიტომ არის რომ ეფექტურია. ყოველ 2-3 საათში ერთხელ შეიძლება გაჩნია, უფრო სწორად უნდა ეწეროს როგორ შეიძლება, მაგრამ ტიპიურად 2-3 საათში ერთხელ შეიძლება ხოლმე. ასევე არის საწუწნი აბები, რომელიც ასევე ძირითადად 2-3 საათში ერთხელ შეიძლება ხოლმე. ასევე ერთ-ერთი ხალხური მამაპაპური მეთოდი არის მომზადება მარილიანი წყლის, ნახევარი კოზი, ჩაის კოზი, მარილი რო ჩაყაროთ წყალში, ერთ ჭიქა წყალში, ხო, ეს ზოგი ნახევარს, ზოგი მეოთხედს გაჩნია, ცოტა შეიძლება, ცოტა მეტიც შეიძლება მარილის ჩაყრა, ნელთბილ წყალში, ცოტა შეიძლება რომ იოდის დამატება, შეიძლება ცოტა ქლორჰექსიდის დამატება და გამოვლება და მე გადმოაფურთხო უკან. გადაყლაპვა არ შეიძლება. და 3-ჯერ 4-ჯერ რო გაიმეორო დღის განმავლობაში. მნიშვნელოვნად ეხმარება, ანუ ანტისეპტიკური მოქმედება აქვს. ამარცხებს მოკლედ ვირუსებს ყელის მიდამოში. ძირითადად ეს ვირუსები მრავლდება ცხვირხახის მიდამოში, ამიტომ არის რომ წყლის გამოვლება არის ერთ-ერთი ეფექტური. არა ყველაზე, მაგრამ არის ეფექტური. მეორე შესაძლებელია თაფლზე დამზადებული სასმელების დალევა. თაფლი ცხელ წყალში არ უნდა გახსნათ, ოღონდ თბილ წყალში. ერთი ჭიქა რო აიღო თბილ წყალი, ნელთბილ წყალზე საუბარი, 1 ან 2 კოზი თაფლი შეიძლება 2-3 დღის განმავლობაში. და აუმჯობესებს ყლაპის შეგრძნებას, ყელის მიდამოში მეტი კომფორტი აქვს, მსუბუქი ანტისეპტიკური მოქმედება აქვს თაფლს და მნიშვნელოვნად ეხმარება. აი იმისთვის ახლა რომ ძალიან სუსტად როცა გრძნობს ადამიანი თავს, რისი გაკეთება შეგვიძლია მაგისთვის, დიდი არაფრის. უბრალოდ ადეკვატურად უნდა დაისვენო, წყალი უნდა მიიღო საკმარისი რაოდენობით 2-3 ლიტრი დღის განმავლობაში და ორალური რეჰიდრატაციის, აი რეგიდრონი და ესეთი ელექტროლიტები როა, ეგენი რომ მიიღოთ ხსნარები 200-400 მილილიტრი.
ყოველ ჯერზე, მით უმეტეს თუ ფაღარათია, ყოველ ფაღარათის შემდეგ, კუჭის აშლის შემდეგ. ეხმარება მნიშვნელოვნად. ასევე, ფიზიკურ აქტივობაზე სრულად უარი არ უნდა თქვათ. კაი არ გამოიარე, თუნდაც სახლში მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ენერგია რო ქონდეს ადამიანს, რომ საკვები რასაც შეჭამ, იყოს ცილოვანი. რატო? იმიტომ რომ ცილა აუცილებელია ქსოვილების აღდგენისთვის და ენერგიის მეტაბოლიზმისთვის და იმუნური სისტემის უჯრედების წარმოქმნისთვისაც აუცილებელია. ამიტომ არის რომ ცილის მიღება ერთ-ერთი პრიორიტეტია თუ კი ხარ გაციებული. ცილოვანი საკვებია ხორცეული მაგალითად. კიდევ ისი გაკეთება შეგიძლია როცა სუსტად ხარ, ეს არის ძილი. უნდა გეძინოს საკმარისი რაოდენობის 7-9 საათი. არ არის საჭირო ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა. ძილში ორგანიზმი აღდგება, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაც ასევე ძილის ფაზებში ხდება მნიშვნელოვანწილად, შესაბამისად ძილს აქვს მნიშვნელობა. მერე რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ცხვირში როცა გვაქვს შეგუბება ან ცხვირიდან ჩამოგდის, მაგის საპასუხოდ რისი გაკეთება შესაძლებელია. ყველაზე მარტივი რისი გაკეთებაც შეიძლება არის ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდები, კორტიკოსტეროიდების შეშხაპუნება, სპრეები, ფლუტიკაზონი, მომენტაზონი, რომელიც ძალიან ეფექტურებია და ერთხელ ერთი ან ორი შესხურება თითო ცხვირის ნესტოში დღეში ერთხელ როგორც წესი. დაახლოებით 70%-იანი ეფექტურობა აქვს 3 დღის განმავლობაში. რაც უფრო ადრე დაიწყებ, მით უკეთესი შედეგი აქვს. კორტიკოსტეროიდები ანთებას ამცირებენ და ადგილობრივად ციტოკინების, რომელიც ანთების მედიატორებია, მაგათ პროდუქციას ამცირებენ. ეგ არის მთავარი მექანიზმი. მეორე მნიშვნელოვანი მეთოდი, რითიც შეიძლება ცხვირში შეგუბების დაიწყო და ჩამოდის ადამიანს მისი მკურნალობა არის დეკონგესტანტები. დეკონგესტანტებს მიეკუთვნება მაგალითად დასალევი ფსევდოეფედრინი ან ადგილობრივად შესაძლებელი ოქსიმეტაზოლინი. ოქსიმეტაზოლინი ბევრს ან გაგიგიათ, ან გიხმარიათ აუცილებლად ვინ ცხვირის სპრეებს იყენებს, ძირითადად ან ოქსიმეტაზოლინი ან მსგავსი მოლეკულა ახონმე, რომელსაც ერთნაირი მოქმედება აქვს მაგათ ყველას. ალფა ადრენერგული აგონისტები არიან, ეგენი რომელიც სისხლძარღვებს ავიწროებენ და შესაბამისად შეშუპებას ამცირებენ. ეგ არის მთავარი მექანიზმი. მიღებით ფსევდოეფედრინი მიიღება 60 მგ შესაძლებელია 6 საათში ერთხელ და ოქსიმეტაზოლინი ნაზალური სპრეია, ცხვირის სპრეია, 1-2 შესხურება თითო ნესტოში ორჯერ დღეში. ოღონდ ოქსიმეტაზოლინი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეფექტურია, ამავე დროს იწვევს შეჩევას, ამიტომ ხშირად და ბევრი არ უნდა გამოიყენოთ. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. იზოტონური ან ჰიპერტონული ხსნარების გამოყენება, გამორეცხვა. გამორეცხვა არის ერთ-ერთი ცხვირის გამორეცხვა არის კიდე ერთი ეფექტური საშუალება, რითიც შეიძლება ამ ცხვირის შეგუბების მკურნალობა. ცხვირის გამორეცხვით მექანიკურად წმინდა რეალურად ცხვირის ლორწოვანს. გამორეცხვა რას ნიშნავს? გამორეცხვა ნიშნავს, რომ დადგები აბაზანასთან, თავს გადაწევ ქვევით, ნიჟარასთან და თუნდაც ბოთლით, ან დიდი შპრიცით, ან ოყნით წყალს, ოღონდ ეს წყალი უნდა იყოს სტერილიზებული, რა თქმა უნდა, სუფთა უნდა იყოს ბაქტერიებისგან, დისტილირებული ან გამოხდილი მოკლედ რა და უნდა შეიშხაპუნო, ან შეიძლება მარილიანი იყოს წყალი, ან ფიზიოლოგიური იყოს. შეიშხაპუნო ისე რომ მოიაროს ეს ცხვირის ხუნდა აქ მეორე ნესტოდან ჩამოვიდეს. აი ეგ არის 1-2 დღის განმავლობაში. მაღალი ეფექტურობა აქვს სხვათა შორის. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, მექანიკურადაც ეხმარება წმენს ცხვირს და თან კიდე ვირუსული ნაწილაკებისგან, ალერგენებისგან და ასე ყველაფრისგან წმენს მოკლედ ცხვირს. ამიტომ თითო პროცედურის დროს 40 საათიდან 250 მილilitrამდე წყლით გამორეცხვა ხდება ხოლმე. ჯერ ერთი ნესტო, მერე მეორე ნესტო. ეგ არის მნიშვნელოვანი. ანტიჰისტამინების გამოყენება შეიძლება კიდე. ანტიჰისტამინების განსაკუთრებით პირველი თაობა არის სუპრასტინი, დიფენჰიდრამინი, ქლორფენირამინი.
ეგენი აწინებს და მაგრამ ლორწოვან გარსაც აშრობს და ამიტომ ცხვირში შეშუპებას ამცირებს. ოღონდ ვინაიდან ანტიქოლინერგული ეფექტი აქვს, ასაკოვანებმა არ უნდა გამოიყენონ მოკლედ, ან უნდა მოერიდონ ასაკოვანები. ასევე აძინებს თიშავს რა, ანუ სუსტად ფუნდამენტალს მე გეძინება. და ამიტომ თუ ახლა საჭესთან ზიხარ ან რაღაცა ისეთი ყურადღება გჭირდება, ეგეთი საქმე უნდა აკეთო, მაშინ ანტიჰისტამინები არ მიიღება ხოლმე. ნუ ზოგადად დიფენჰიდრამინი მაგალითად 25 მგ-დან 50 მგ-მდე მიიღება ხოლმე. ნუ დღეში ორჯერ შეიძლება უმეტესად ერთხელ საკმარისია. ადამიანს საკმაოდ ძალიან ეფექტურია მოკლედ. მიითიშება ადამიანი და ძინავს და ძინავს. ამიტომ ვისაც უჭირს ხოლმე ღამე დაძინება, ისინი იღებენ ხოლმე ხშირად. ოღონდ მან ყურადღებით იყავით, რომ არ შეიძლება მის ხანგრძლივი გამოყენება. ხანგრძლივი გამოყენება თავისთვის აზიანებს. ამიტომ ეგეთი ანტიქოლინერგული პრეპარატები, რომელიც თიშავს, არ შეიძლება მათი ხანგრძლივი გამოყენება. პირდაპირ აზიანებს თავისთვის და მე ადამიანს ემართება ალცჰეიმერის დაავადება არის განაჩენი სასიკვდილე დაავადება რეალურად უბრალოდ დროის ამბავი. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ მანდ. ხველისთვის რისი გაკეთება შეიძლება? ხველისთვის თაფლი და თაფლიანი სასმელები, რატო? იმიტომ რომ თაფლი თხელ გარსად გადაეკრება ხოლმე ლორწოვანს, ხახის ლორწოვანს და ამშვიდეს. ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს მცირედ გამოხატული და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს ასევე მცირედ გამოხატული, მაგრამ მაინც ეხმარება და ამიტომ მნიშვნელოვანია ორჯერ დღეში ან თაფლიანი სასმელები, ცხელში არა, არამედ თბილში. დექსტრომეტორფანი არის ხველის საწინააღმდეგო პრეპარატი, თუ მშრალი ხველა აქვს ადამიანს, ცენტრალურად პირდაპირ თრგუნავს ხველის ცენტრს. თუმცა ეგ ძალიან სპეციფიურ შემთხვევებში გამოიყენება, ყოველთვის არა, 10 მგ შეიძლება 4 საათში ერთხელ მისი გამოყენება, მაგრამ მან ფრთხილად უნდა იყოთ მოკლედ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს სულაც არ ქონდეს მშრალი ხველა და პირიქით ჯობდეს რომ ამოახველოს ის ნახველი და არა ხველა დათრგუნოს. ეგ არის სპეციფიურად მშრალი ხველის შემთხვევებში. ასევე შესაძლებელია ორთქლის ინჰალაცია, ვინც ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ, ყველანი გვეცოდინება ალბათ, ვინც 90-იანში ან უფრო ადრე გავიზარდეთ, რომ ორთქლის აბაზანებს გვიკეთებდნენ ხოლმე, როცა გაცებულები ვიყავით. ხო, აი ზუსტად მაგითო, რომ ორთქლი ეხმარება ბრონქებსაც და ეხმარება ცხვირ ხახასაც. მაგ მხრივ, თუმცა მაღალ ეფექტური არ არის და შეიძლება ბავშვი აწვალოთ ტყუილ უბრალოდ მაგ ორთქლის აბაზანებით ორთქლის შესუნთქვით, თან ორთქლი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს, თორე შეიძლება დაიწვას ცხვირი ბავშვმა. ამიტომ თანამედროვე მედიცინაში დიდად რეკომენდირებული არ არის, თუმცა თავისი როლი აქვს ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა რაღაცეები ხელმისაწვდომი არ არის. თავის ტკივილისთვის რისი გაკეთება შეიძლება? იბუპროფენი ან აცეტამინოფენი თავის ტკივილისთვის. რა ის გაკეთება შეიძლება თუ გამონაყარი აქვს, აი ენტეროვირუსმა გამონაყარიც იცის და გამონაყარისთვის რისი გაკეთება შეიძლება? გამონაყარისას თუთიის ოქსიდი კრემი დღეში ორჯერ თხელფენად წასმა ეხმარება რომ დაიცვას კანი და ინფექცია არ შეიჭრას და კანი აღდგეს, ეხმარება კანს აღდგენაში. პირის ღრუში თუ არის დაზიანება ენტეროვირუსის გამო, ასეთ დროს ადგილობრივი ანესთეტიკები გამოიყენება, ბენზოკაინი და ლიდოკაინი მაგალითად. ან უბრალოდ ზოგჯერ ცივი იოგურტის, ცივი ნაყინის ჭამაც ეხმარება, ამშვიდებს ხოლმე ლორწოვანს. ბავშვებს ემართებათ უმეტესად ეს. თუ კი ადამიანს აქვს ფაღარათი, მაგ დროს რეჰიდრატაცია აუცილებელია, ელექტროლიტების მიღება აუცილებელია და ელექტროლიტების ხსნარის მიღება აუცილებელია 200-400 მილილიტრი, ან რეჰიდრონს რასაც ვეძახით, 200-400 მილილიტრი ყოველი კუჭის აშლის მერე მოკლედ უნდა დალიოს ადამიანმა 200-400 მილილიტრამდე. ეგ არის საუკეთესო პრაქტიკა და იმისთვის რომ ნაწლავური ფლორის აღდგენას დავეხმაროთ, ლაქტობაცილების მიღება ასევე არის კარგი. ნუ ვისაც პირდაპირ არ აქვს პრობიოტიკები, მას შეუძლია მიიღოს იგივე იოგურტი ან მაწონი ან კეფირი და ესე კიმჩი და რაღაცები, რომელიც შეიცავს პრობიოტიკებს. და ახლა ვთქვათ, რის გაკეთება შეგვიძლია, რომ შევამციროთ
ზოგადად ენტეროვირუსით ინფიცირება. ხელების ხშირი დაბანვა ერთ-ერთი საუკეთესოა. ხელების ხშირი დაბანით მექანიკურად იცილებს თავიდან ვირუსებს და უბრალოდ ვერ შედის შენს ორგანიზმში. თუ არ გაქვს საშუალება რომ ხელები დაიბანო, მაშინ ალკოჰოლზე დაფუძნებული სველი სალფეტკები შეგიძლია გამოიყენო ან სპრეები, ალკოჰოლის სპრეები. ასევე ხელი თუ კი დაუბანელი გაქვს ხელი განსაკუთრებით სახეს ცხვირს თვალებს არ უნდა შეეხო, რადგან ინფექცია შეიძლება მექანიკურად ძალიან ადვილად გადაიტანო. ასევე საერთოდ წყალში არ უნდა იბანაო, იმიტომ რომ შეიძლება ხო, ანუ ეხ ძალიან ძნელია ეგ რეალურად რომ უნდა წახვიდე ზღვაში არ ჩახვიდე, ეგ ისეთია ძალიან, თუმცა ხო ნუ ვრისკავთ ხოლმე რა ეგ, თორე ისე ანუ სუპთა სამედიცინო კუთხით რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ იცი რომ წყალი არის კონტამინირებული და დაბინძურებული, იქ ბანაობა არ შეიძლება. არ უნდა შეეხო ან იშვიათად შეეხო ან ნაკლებად შეეხო ისეთ ზედაპირებს, სადაც ბევრი ადამიანი ეხება, თუ შეეხები, დაიბანო ხელები მაშინვე. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვიღაცა ახველებს და ცუდად არის, ახლოს არ უნდა დაუდგე, დაიცვა დინსტაცია მისგან. და ასევე შენც თუ ახველებ, იზოლირება უნდა მოახდინო, არ უნდა იარო ქუჩა-ქუჩა და სხვებთან არ უნდა გადასდო, ეცადო ყოველ შემთხვევაში. თუმცა ეგეც ძალიან ძნელია ხარ, რომ საერთოდ ოჯახის წევრს აქვს უბრალოდ გაციებულია ოჯახის წევრს მოერიდო, რაღაც ეგეთი პრაქტიკა ქართულ იმაში არ აქვს ჩვენ. მაგრამ ეხლა საუბარი რაზეა, რომ თუ შენ მსუბუქად გადაგაქდა პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა არაა პრობლემა, ისე გადაიტანი გაციებას რომ დაგემართოს არც არაფერი, მაგრამ თუ ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს, მაშინ ოჯახის წევრიც რომ იყოს, ჭირდება იზოლირება და ჯობია გაუფრთხილდე მაგას, ეგ მნიშვნელოვანია. ხო, ნუ გადაჭედილი რაც არის, ეგეთი ადგილები ჯობია არ იყოთ და არ მიხვიდეთ, სადაც ძალიან ბევრი ხალხია, იმიტომ რომ ვირუსები ადვილად ვრცელდება. დ-ვიტამინის მიღებას მაშინ აქ აზრი თუ კი დ-ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, მაშინ იმუნურ სისტემას ეხმარება და თუთიის საწუწნი აბები რო არის, თუთიის საწუწნი აბების ეხმარება, განსაკუთრებით თუ დაიწყებთ მალე სიმპტომებს, აი თავს ცოტა ისე გრძნობ თუ არა და იცი რომ ზღვაზე ხარ, დალია და ეშველება. აი ეგ არის. ან თუთიის საწუწნი აბებიც ეხმარება, მოკლედ, რომელიც სხვა არომატები აქვს და იყიდება საკმაოდ ბევრი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ. თუ ვისაც გინდათ არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ, აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები, აქაც გამოჩნდება. ასევე ვისაც გინდათ დონაციას პლუს ჩემთან კითხვები და პასუხები დეტალურად ჩემთან ანუ გასაუბრება, ამის საშუალებას იძლევა პატრეონზე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს, პატრეონზე შეგიძლიათ გადახვიდეთ, ლინკი მაქვს აღწერაში. ვისაც უბრალოდ გინდათ არხს მხარი დაუჭიროთ, ლაიქები, გაშიარება და კომენტარება, გვერდის გამოწერა, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია YouTube-ის ალგორითმისთვის. ნებისმიერი თქვენი მოქმედება. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.